აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა და მან ეს წერილი გაუგზავნა მას. ეს არის ამ დროისთვის პირველი მილოცვა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა სხვა ქვეყნის პრეზიდენტებისგან მიიღო. ამ წერილში ილჰამ ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამავდროულად ის ამბობს, რომ სჯერა რომ ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობა და ამავდროულად ის აცხადებს, რომ აუცილებელი არის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა უზრუნველყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება, წერს ილჰამ ალიევი ამ წერილში. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე. პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წლის წინ სწორედ ამ დღეს საქართველოს მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და სწორედ ამასთან დაკავშირებით მან დაწერა პოსტი. მე წაგიკითხავთ ამ პოსტს. დღეს გასულ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს იყო კონსენსუსის დღე, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე. ერთი წლის განმავლობაში ერთმა მმართველმა ადამიანმა, ერთმა პარტიამ ხელიდან გაუშვა ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და აშენებს რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს, წერს სალომე ზურაბიშვილი. ამავდროულად მან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც დაწერა პოსტი. დღეს ცენტრალური კომიტეტი პარლამენტი ირჩევს ერთადერთსა და განუმეორებელ კანდიდატს, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს ვერასდროს შეუშლის ხელს საქართველოს გაყვეს თავის ევროპულ გზას და დემოკრატიულ მომავალს. ამ პოსტში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები, პარლამენტი და ასევე ერთადერთი და განუმეორებელი ეს სიტყვები მან ჭყალებში ჩასვა და ასევე მან ისაუბრა ნაძვის ხის ანთებასთან და დღევანდელ დაგეგმილ ცერემონიასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ეს ღონისძიება შესაძლოა იყოს საზოგადოების დაპირისპირების ერთ-ერთი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებლად მიაჩნია სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც მე-17 დღე არის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აანთონ ნაძვის ხე და მოიყვანონ მაგალითად მშობლებმა ბავშვები. დაპატიმრებული ნაძვის ხე პარლამენტის წინ მერი ეპატიჟება ბავშვებს. ხელისუფლება უხმობს მხარდამჭერებს 7 საათზე შეიკრიბონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე. სწორედ იმ ადგილას და იმ დროს, სადაც დემონსტრანტები ერთმანეთს ხვდებიან უკვე მე-17 დღეა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია მმართველი პარტიის მხრიდან, რომ გამოიწვიოს კონფრონტაცია, წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.